სულ უფრო ცოტა დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის პოზიცია უცვლელია. ისინი არჩევნებში ჩართვას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განიხილავენ. სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ჩემი კოლეგა შოთიკო სადაღაშვილი, ოპოზიციური პარტიების მოლოდინისა და მართველი გუნდის გადაწყვეტილების შესახებ ის ახლა ღია ეთერში ისაუბრებს. ირმა უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე და დღითიდღე ნათელი ხდება მართველი გუნდის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის მიუხედავად ოპოზიცია დაარწმუნებულია, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე აწეული საპროტესტო მუხტი შედეგის გარეშე არ დარჩება და ცვლილებებს მოიტანს. ამაში კი ნაციონალური მოძრაობის წევრს უცხოელი პარტნიორების იმედი აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობისთვის დასავლეთს აკრიტიკებს ხალხის ზალის წევრი ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკით კმაყოფილია. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, არანაირი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი გაყალბებით მოვიდარჩნენ მთავრობაში და მიტაცებული აქვთ ხელისუფლება, მათ არ აღიარებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება არის არალეგიტიმური, იმიტომ უნდა გადადგეს მთავრობა. რა თქმა უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ახალი არჩევნები. მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან და გჯერავს, რომ ზეწოლები ისევ გაძლიერდება, გაგრძელდება, არ შეეგუება ქართული ხალხის ჩაგვრას ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და იმედი გვაქვს, რომ აქეთკე წავა სიტუაცია. ჩვენ ვისაც პარტნიორებს ვეძახეთ, ისინი რეალურად არ არიან პარტნიორები. ეს ცრუ რეალობა შექმნა ოპოზიციამ და deep state-მა საქართველოში იმისთვის, რომ ისევე როგორც რომ ოპოზიციას ხალხის ხარდაჭერა აქვს და ხალხი ითხოვს რაღაც რევოლუციებს და ემებს, ისევე ეს არის მცდარი, ცრუ ნარატივი შექმნილი. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა სამშობლოში და არც არასოდეს არ ქონია, ერთი ომში ჩაებნენ და წააგეს და დაკარგეს ტერიტორიები, ახლა მეორე ომში უნდათ ჩაებათ და ტერიტორიები მიეცათ და რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ცოტა ფრთხილად უნდა მოვეყროთ ხოლმე პარტნიორები, რომლები არიან და რომლები არიან საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების პარალელურად უცხოელი პარტნიორებისგან წნეხის გაძლიერების მოლოდინშია ქართული ოცნება, თუმცა ამაში მართველი გუნდი განსაკუთრებულ ვერაფერს ხედავს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ დღეს ევროპა deep state-ის ხელშია, შესაბამისად გაერთიანების მიერ დაწესებული სანქციები ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ხელს ვერასდროს შეუშლის. მისთვის ისევე როგორც მართველი გუნდის სხვა წევრებისთვის დასავლეთის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. დავით რაზმაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არავის მითითებით ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. გამოიკვეთა, რომ ბრიუსელს უნდა რომ ქართული სახელმწიფო ჩამოიშალოს. ეს გამოჩნდა მათ ყველა ქმედებაში, როდესაც მის სუვერენიტეტს შეურაცხყოფენ ქვეყნისას და კონკრეტულ მომენტებში ხდება ადამიანების დასანქცირება, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოებას და უშიშროებას იცავენ. ამიტომ ვფიქრობ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საღი გაიმარჯვებს და მალე ეს მოსყიდული პარლამენტარები ბრიუსელისა, რომელიც ძერ რუსეთის უშიშროებას ემსახურებოდნენ და მერე სხვა ქვეყნის უშიშრობამ გადაიბირეს და იმათ შეკვეთებს ასრულებენ, მალე თავიანთ სახეს ბოლომდე გამოაჩენენ. წინასაარჩევნოდ იქნება ევროპიდან ზეწოლა ალბათ დიდი ალბათობით, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ მოახდეს ჩვენი ხელისუფლება და ეს თითოეული მის წარმომადგენელი მყარად დგას ფეხზე და იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გირჩი მიიღებს კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან სხვა ოპოზიციური პარტიების. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.